საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნეტი. დღეს ჩვენთან ისე ლამაზი, ნანატრი დღე თენდებაო. მზე წამოსულა საჭვრეტად, თითის წვერებზე დგებაო. მერხი, წიგნები, ფანქრები, სულ ყველა გველოდებაო. სულ ყველა გაკვირვებულა, ნეტავი ეს რა ხდებაო. დღეს ჩვენთან უძვირფასესი, სტუმრის მოსვლის დღე დგებაო. გზად იავარდი მოვფინეთ, ანბანი მობრძანდებაო. გამარჯობათ ჩემო პატარა მეგობრებო. დღეს ჩვენ საზეიმო გაკვეთილი გვაქვს. და რატომ? იმიტომ რომ დღეს დღეიდან ვიწყებთ ანბანის შესწავლას. ყველა ქართველმა და თუნდაც არაქართველმა, ვისაც სურვილი გაუჩნდება, რომ შეისწავლოს ქართული ენა, უნდა იცოდეს ქართული ანბანი. ქართული ანბანის შესწავლა იმიტომ არის აუცილებელი, რომ წარმოიდგინეთ, როდესაც აგურს დავადებთ და სახლი აშენდება, აგურს დავადებთ და სახლებით მერე ქალაქი აშენდება, მერე ქვეყანა აშენდება და ასე შემდეგ, ასე თითო ასობგერის შესწავლით აშენდება ჩვენი მეტყველება, ჩვენი ქართული მეტყველება და ვსწავლობთ ქართულ ენას. ასე რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ ამ შენებას, ქართული ანბანის შენებას. მსოფლიოში იცით, რომ 14 ანბანი არსებობს და მათ შორის ერთ-ერთი ქართულია და ის ძალიან ძველია. ქართულმა ანბანმა ბავშვებო განვითარების 3 საფეხური გაიარა. ესენი იყო გლოვანი, ნუსხური და მხედრული. დღევანდელი ჩვენი ქართული თანამედროვე ანბანი სწორედ მხედრულია. ანბანის შექმნას ძველი წყაროები ფარნავაზ მეფეს, იბერიის მეფეს, ძველად საქართველოს იბერია ერქვა, ფარნავაზ პირველს უკავშირებენ. და გრიგოლ ორბელიანმა ზუსტად მის თავის პოემაში სადღეგრძელო ფარნავაზ მეფეს ასეთი სიტყვები მიუძღვნა. შენ ჰე ფარნაოს ქმენ ერთ მთავრობა, შენ მოეც ქართველს წიგნი პირველი, შენ დაუმკვიდრეერსა ერთობა და ერთობისა წესი და ძალი. ფარნავაზ მეფიდან დღემდე ქართულმა ანბანმა ძალიან ბევრი ცვლილებები განიცადა. უწინ მაგალითად ბავშვებო ქართული ანბანი შედგებოდა 38 ასობგერისაგან. დღესდღეობით კი 33 ასობგერა გვაქვს. ყველა ასობგერას თავისი სახელწოდებები აქვს. ეხლა მე თქვენ გიჩვენებთ ანბანს, თანამედროვე ქართულ ანბანს, ეს არის მხედრული ანბანი და ჩამოგითვლით ყველა ასობგერის სახელწოდებას. ვიწყებთ ან, ბან, გან, დონ, ენ, ვინ, ზენ, თან, ინ, კან, ლას, მან, ნარ, ონ, პარ, ჟან, რაე, სან, ტან, ուն, ფარ, ქარ, ღან, ყან, შინ, ჩინ, ცან, ძილ, წილ, ჭარ, ხან, ჯან და ჰაე. ანბანის ასობგერებს იმიტომ ქვიათ ბავშვებო ასობგერები, რომ ასოს ვამბობთ იმ შემთხვევაში, როდესაც წერთ მას და ვკითხულობთ, და ბგერას ვამბობთ, წერთ და ვხედავთ, ხოლო ბგერას ვამბობთ, როდესაც წარმოვთქვავთ და გვესმის. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ასოა იმ შემთხვევაში თუ წერთ და ვხედავთ, ხოლო ბგერა, როდესაც წარმოვთქვავთ და გვესმის და ამიტომაც ეს ორი სახელი იმიტომ ქვია ამ ასობგერებს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ამ 33 ასობგერაში სულ 5 ხმოვანი გვაქვს. ეს ხმოვნებია ა, ი, ე,
ო-უ. დანარჩენ ასო ბგერებს ქვიათ თანხმოვნები. ეხლა განგიმარტავთ, რატო ქვიათ მათ ხმოვნები და თანხმოვნები. სიტყვა ხმოვანი თვითონ სიტყვა გვეუბნება, ხმით წარმოითქმის. აი, როდესაც ვამბობთ ას, ბოლომდე ისმის როგორც ა. ისაც, ოც, უც, მაგრამ როდესაც ვამბობთ სხვა ნებისმიერ ასო ბგერას, ის წყდება, ანუ მისი ჟღერადობა წყდება და ისმის სხვა ასო ბგერა. აი, მაგალითად მს. მს, როცა ვამბობთ, მ და ըთი გრძელდება და არა მ იკარგება. ამიტომაც მას ხმოვანი არ ქვია. და დაარქვეს მას დანარჩენ 28 ასობგერას თანხმოვნები, რადგანაც ეს ასობგერები ხმოვნებს თან ახლავს ყოველთვის. სიტყვაში იწერება ყველა ხმოვანს თან ახლავს თანხმოვანი და ამიტომაც ქვიათ მათ თანხმოვნები. თან ახლავს ნიშნავს გვერდით ყავს ყოველთვის, ხო? კარგით. აი ეს ანბანი პირველად ანბანის შესასწავლი წიგნი ჩემო კარგებო დაწერა ადამიანმა, რომელსაც იაკობ გოგებაშვილი ჰქვია. ალბათ გაგიგიათ ხომ, იაკობ გოგებაშვილი იყო ძალიან ცნობილი მწერალი, საბავშვო მწერალი ეწოდება მას, რომელმაც შეადგინა დედაენა. მე თქვენ გიჩვენებთ ახლა იაკობ გოგებაშვილის სურათს, აი ნახეთ. აი, ეს არის იაკობ გოგებაშვილი, რომელიც ცხოვრობდა და მოვაწეობდა მე-19-მე-20 საუკუნეებში. იაკობ გოგებაშვილმა ბავშვობო დაწერა არაერთი მრავალი მოთხრობა, საბავშვო მოთხრობა, გარდა იმისა, რომ დედაენა შეადგინა. ასევე დაწერა მან წიგნი, რომელსაც ეწოდებოდა რუსკოე სლოვო. რუსკოე სლოვო ქართულად ნიშნავს რუსული სიტყვა. აი ზუსტად ამ რუსული წიგნიდან სწავლობდნენ ბავშვები რუსულ წერა-კითხვასაც. ასევე დაწერა ცნობილია მის კალამს ეკუთვნის ბუნების კარი. ბუნების კარში არის აღწერილი ბუნების საოცარი მშვენება, ძალიან ბევრი მოთხრობა არის შეტანილი მასში და ბევრი მწერლის მოთხრობებია შეტანილი, საბავშვო მოთხრობებია, ისტორიული მოთხრობებიც არის და ასე შემდეგ. კარგით, იაკობ გოგებაშვილი, აი თუნდაც მე მინდა ერთი პატარა ლექსი წაგიკითხოთ, ქართულმა ხალხმა ძალიან ბევრი ლექსი დაუწერა იაკობ გოგებაშვილს, ზუსტად აი პატივისცემისა და ხსოვნის ნიშნად. აი ერთ-ერთ ლექსს წაგიკითხავთ მე თქვენ. აი ის იყო კაცი ჩვენში, რომ ასწია ცოდნის აკვანი, რომლითაც გამოიზარდნენ ჩვენი მამა და პაპანი. ბავშვებს მან მისცა საუნჯე, მშობლიურ დედაენისა, წიგნი ნათელი მომავლის, იმედისა და რწმენისა. აი რომელ წიგნზეა საუბარი, აი ზუსტად დედაენაზეა საუბარი. დედაენა ძალიან ძვირფასია ყველა ქართველისათვის. ზუსტად დედაენა არის პირველი საკითხავი წიგნი, რომლითაც პირველად ადამიანები იღებენ ხელში და პირველად სწავლობენ, იწყებენ აი ამ შეუდგებიან ამ ცხოვრების ასპარეზის პირველი გადასაფურცვლი წიგნი არის დედაენა. და ზუსტად აი ამის ნიშნად ბავშვებო, რომ ეს ყველაზე ძვირფასი წიგნია, მსოფლიოში ის ერთადერთი წიგნია, რომელსაც ქართველმა ხალხმა ძეგლი აუგო. 1983 წელს დედაენის წიგნს ძეგლი დაუდგეს და მისი ავტორია ცნობილი მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი, ხოლო არქიტექტორია მისი ნოდარ გალობლიშვილი. ეს მინდა რომ უბრალოდ ინფორმაცია იცოდეთ თქვენ. რატომ ქვია აი დედაენას დედაენა? იმიტომ რომ ის შედარებულია ყველაზე საყვარელ არსებასთან ამ ქვეყანაზე, დედასთან. დედა არის ყველაზე ძვირფასი და დედაენის წიგნიც არის ყველაზე ძვირფასი. დედასავით სანატრელო შენ გიწოდე დედაენა, დედაენავ, დედავ ჩვენო, სიმღერავ და აღმაფრენავ. აი ასეთი ლამაზი ლექსითაც შეიძლება ჩვენ მივმართოთ დედაენის წიგნს. დედაენა ასევე შეიძლება შევადაროთ ბავშვებო იას. აი აქ არის ია, ნახეთ. აი რატომ არის შედარებული იას დედაენა? იმიტომ რომ დედაენა იასავით ნაზია, ლამაზია, ხო, ძვირფასია. აი ია რატომ მაინდა-მაინც ია ავიღეთ ეს ყვავილი? ია არის ყველა თქვენ იცით რომ გაზაფხულის מחარობელი. ანუ ბუნების გამოღვიძება იწყება ყვავილ იით, ხო? და
და ასევე დედაენაც იწყება ია სიტყვა ია გოგებაშვილო როცა შეადგინა ეს წიგნი პირველი სიტყვა მან ბავშვებს დაუწერა რომ უნდა ესწავლათ მათ ია ია ვაჩვენებთ ია და ზუსტად იმიტომაც არის ია საწყისი ანბანისა საწყისი ანბანისა. კარგით. ეხლა მე თქვენ წაგიკითხავთ თამარ ჩხაიძის ერთ ძალიან ლამაზ მოთხრობას, რომელსაც ქვია სახელწოდება ნია და ია. და აი მიხვდებით რატომ არის ია შედარებული დედაენასთან. აბა ყურადღებით მომისმინეთ. ნია და ია. აი ია უჩვენებდა ნია დიდედას წიგნში თითით იას და დატიტინებდა. ლურჯია მწვანე კაბაა ცვია? როდის მოვა ია? გაზაფხულზე ეუბნებოდა დიდედა. გაზაფხული როდის მოვა? როცა ზამთარი გავა და ნია გასძახოდა ზამთარს. წადი. დადგა დრო და თოვლი დადნა. წავიდა ტირილ-ტირილით. ნიაც ატირდა. ია სადღა არისო? ნაკადულთან, თქვა დიდედამ, წაიყვანა და უჩვენა. აი ია, ნამდვილი ია. ია გაუხარდა ნიას, დაიხარა და დაყნოსა. შემდეგ მოეფერა ნაზად ერთი თითით. ია კი თავს უკრავდა ნიას. სალამიო. განამხოლოდ ნიას, ნაკადულსაც თავს უხრიდა. სალამიო, ბალახებსაც, ენძელებსაც, ყოჩივარდებსაც. ნიაც უკრავდა იმათ თავს, თან ჩუმად ამბობდა. გაზაფხულია, ამიტომაც მოვიდა ია. ახლა კი მოდით დავიწყოთ ჩვენი ანბანის შესწავლა. პირველი ასობგერა შეისწავლება დედაენაში, ასობგერა ი და ასობგერა ა. ახლა მე თქვენ გიჩვენებთ ბავშვებო, ასობგერა ი და ასობგერა ა. ნახეთ? ასობგერა ი და ასობგერა ა ხმოვნებია. და ანბანის რიგის მიხედვით ასობგერა ი არის მეცხრე, ხოლო ა არის პირველი. აი რატომ ქვია ანბანს ანბანი? ხომ იწყება ანბან. აი ზუსტად ანისაგან და ბანისაგან მიიღება სახელწოდება ანბანი. მაგრამ ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში ვსწავლობთ პირველად ვიწყებთ ასობგერა ის და ასობგერა ას. ქართულ ანბანში ის ქვია ინ სახელწოდება, ხოლო ას ქვია ან. ეხლა მე ამას დავამაგრებთ ბავშვებო დაფაზე და თქვენ ძალიან კარგად დააკვირდით. თქვენს მოძრავ ანბანში მოძებნეთ. ეხლა მოდით ჩამოვთვალოთ სიტყვები, რომლებიც ი და ა ასობგერებით იწყება. აი მაგალითად იასამანი, ინდაური, ა ასობგერით დაწყებული, ატამი, აკვანი, არწივი და ასე შემდეგ უამრავი სიტყვის ჩამოთვლა შეიძლება. კარგით, მოდით ახლა ავაწყოთ სიტყვა ია. ხო? მაგნიტური ასოებით ავაწყოთ სიტყვა ი. აი დავდოთ ი და ა. სიტყვა ია შედგება ორი მარცვლისაგან. მინდა გითხრათ, რომ რას ნიშნავს ახლა მარცვალი. ყოველთვის სიტყვაში ბავშვებო იმდენი მარცვალია, რამდენი ხმოვანიც არის. მე თქვენ ხომ გითხარით, რომ ი და ა ასობგერა ხმოვნებია თქო და აი ზუსტად ორი მარცვალია შესაბამისად ამ სიტყვაში. ი და ა. ასევე შედგება ორი ასობგერისაგან, ისაგან და ასაგან. თუ ჩვენ ამ ასობგერებს შეუცვლით ადგილს, აი ნახეთ, გამოვა სიტყვა აი. სიტყვა აი. და ჩვენ შეგვიძლია აი ასობგერების შეცვლით შევცვალოთ სიტყვის მნიშვნელობაც, ხო? ისე რომ სხვა ასობგერა არ დავამატოთ. მოდით ახლა დავამატოთ აი ამ ასობგერებით ისევ სიტყვა ია და მივიღოთ ფრაზა აი ია. აი ია. ფრაზა წინადადება აი ია და წერტილი დაუსვათ წინადადების ბოლოს ყოველთვის წერთ წერტილს. ეს წინადადება ორ სიტყვიანია. პირველი სიტყვა აი, მეორე სიტყვა ია.
აი ჩვენს პლაკატზე ზუსტად მოცემულია ეს აი-ია ტექსტი, რომელიც უნდა წავიკითხოთ ახლა და თქვენც უნდა შეძლოთ ამის წაკითხვა. აბა ყურადღებით გამოიხედეთ აქეთ, მობილიზება გაუკეთეთ თქვენს თავს და დააკვირდით. აი აქ ყველგან სულ ხატია ის სურათი და შესაბამისად წერია სიტყვა ია, ხო? ია. ეხლა დავმარცვლოთ ი-ა. სიტყვა აი რომელიც ჩვენ აი აქ ავირჩიეთ ეს სიტყვა ი. ასობგერა ი და ასობგერა ა. ეხლა ვკითხულობთ წინადადებას ია. ის გარდა ძალიან ბევრი ყვავილების სახელწოდებების თქმა შეგვიძლია ჩვენ და აქაც მოცემულია ხო ეს ყვავილები. აი ნახეთ დააკვირდით კარგად ვარდი. აი ვარდი. ვარდი არის ყვავილი, რომელიც ყვავილედში დასახელებულია როგორც ყვავილების დედოფლად, ხო? ყველაზე სურნელოვანი და ყველაზე ლამაზია იგი. ასევე მოცემულია მიხაკი. მიხაკიც ძალიან ლამაზი ყვავილია, იგი გამოირჩევა წვრილი ღეროთი და წვრილი ფოთლებით, გრძელი ღეროთი და წვრილი ფოთლებით და მიხაკი სხვადასხვა ფერის არსებობს. ასევე გვირილა. გვირილა მინდვრის ყვავილია ბავშვებო, რომელსაც აქვს ყვითელი გული და თეთრი ფურცლები და ის სამკურნალოდ გამოიყენება. ასევე ტიტა. ტიტაც მშვენიერი ყვავილია, მას ბედნიერების ყვავილსაც უწოდებენ ხოლმე, ბედნიერების სიმბოლოაო, ამბობენ ხოლმე ტიტაზე. და იასამანი ბოლოს. იასამანიც იასავით ადრეულ გაზაფხულზე ყვავის და ისიც რამოდენიმე ფერის არსებობს, ხო? კარგით. აი ახლა ჩვენ აი ამ სიტყვებიდან მოდით ცალ-ცალკე დავშალოთ ეს სიტყვები, ხო, მარცვლებად. მე თქვენ ხო გითხარით ხომ სიტყვაში იმდენი მარცვალია, რამდენიც ხმოვანია თქო. აი დავმარცვლოთ. ვარდი. თქვენ ახლა ამის წაკითხვა ჯერ არ შეგიძლიათ, მაგრამ შეგიძლიათ ხმამაღლა ზეპირად დამარცვლოთ. ვარდი, ვარდი. ორი მარცვალია. მიხაკი, მიხაკი. სამარცვლიანია ეს სიტყვა. გვირილა, გვირილა. აქაც სამი მარცვალი გვესმის. ტიტა, ტიტა. ორი მარცვალი. დააკვირდით? იასამანი. ი-ა-სა-მა-ნი. მოდი დავთვალოთ ახლა ამ სიტყვაში, რამდენი ი და ა შეგხვდა ხმოვნები. 1, 2, 3, 4, 5. 5 ხმოვანი შეგხვდა, ამიტომაც ეს 5 მარცვლიანი სიტყვაა. მოდით ახლა ვისწავლოთ ის და ას ჩაწერა, თუ როგორ უნდა ჩაიწეროს უჯრაში ასობგერა ი და ასობგერა ა. აი აქ ჩვენთან მოცემულია წინადადება აი-ია, როგორ უნდა ჩაიწეროს რვეულში და ბადეში, რამდენი უჯრა უნდა დავტოვოთ ასობგერებს შორის და სიტყვებს შორის და ამას ჩვენ ახლა პრაქტიკულად გავაკეთებთ. აბა ყურადღებით გამოიხედეთ დაფისკენ. მოდით ახლა დავწეროთ პირველ რიგში ასობგერა ი. გაცრავად, თეთრ ცარცს ავიღებ. ასობგერა ი. ნახეთ როგორი მოხაზულობაა. ანუ ასობგერა ი იწყება მთავარი უჯრიდან. ეს არის მთავარი უჯრა. ეს არის მთავარი უჯრის ზედა ნაწილი და ქვედა ნაწილი. ასობგერა ის ვიწყებთ მთავარი უჯრიდან. ხოლო ასობგერა აც იწყება მთავარი უჯრიდან. დააკვირდით კარგად ხელის მიმართულებას. მოდით ახლა ჩავწეროთ წინადადება, რომელიც ჩვენ ავაწყეთ მაგნიტური ასოებით, არა? აი-ია. ა. გამოვტოვოთ ერთი უჯრა. ი. როდესაც დავწერთ სიტყვას, აუცილებლად უნდა გამოვტოვოთ ორი უჯრა სიტყვის შემდეგ. აი, ი, ა. წინადადების ბოლოს დავსვათ წერტილი. აი ზუსტად ის წინადადება, რომელსაც ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ, ხო? კარგით. ახლა მე მინდა თქვენ დამშვიდობებისას დღეს დღევანდელი ჩვენი გაკვეთილი იწურება, უკვე ერთი ლამაზი ლექსი მინდა შემოგთავაზოთ, რომელიც თუ მოგეწონებათ და იმედია რომ მოგეწონებათ, დაიმახსოვრებთ ზეპირად. წიგნში ია.
ბუჩქში ია, გზაში ია, ბაღში ია, რა ბევრია, რა ხშირია, ყველგან ლურჯად გაშლილია. კარგით, დღეს ჩვენ ამით ვასრულებთ. შემდეგი ჩვენი შესასწავლი ასობგერა იქნება Თ. იმედი მაქვს მოუთმელად დაელოდებით ამ გაკვეთილს. კარგად იყავით.